ამიტომაც უკანონო შეგება რომის მიღებიდან ჩვენ არ მოგვეცა საშუალება ელემენტარულად ტროტუარებზე გადავადგილებული ყავით ეს რა თქმა უნდა ამ რეჟიმის შიშის გამოხატულებაა ისე როგორ ნახევარი კვირის პოლიცია ყავდათ მეგონი გუში გამოყვანეს ამიტომ ჩვენ იმ სლავების ფარგლებში აქცევდე მაქსიმალურად შევეცადეთ ეს რისკები აგვერიდებინა ისე რომ ძალიან დიდი ალბათობა იყო პოლიციასთან რაღაცა დიდი კონფლიქტი შეეცდა რომ ესეთი ტიპის უკანონობა რა თქმა უნდა ყველა მისცემ მოქალაქეების გაგიჟებებას ამიტომ სიგადო აკეთებ ხოლმე განმარტება და კლიენტთან გავამართოთ ამ განმარტებას ჩვენი ამოცანაა პროცესი გავაგრძელოთ მაქსიმალურად მინიმალური დანაკარგები ჩვენი ამოცანა არ არის პოლიციასთან კონფრონტაცია ამიტომ ჩვენი რჩევაა რომ პოლიციას საერთოდ არ ილაპარაკოს მე ვერ ვერაგიძავთ მაგრამ ჩვენი რჩევაა გაიქვა გარდა ამისა ნებისმიერ უკანონო ქმედებასა და ბლოკირებასთან დაკავშირებით შეგვიძლია მოწოდება და მე ჩვენ ხშირად ვთვლით მარშრუტებს და ამას ძალიან დაგებით და მოეწოდოთ და ხშირად ვიდეოს გადაწყვეტილებას მაქსიმალური უსაფრთხოებიდან გამომდინარე დემონსტრაციების რომ ნაკლები რისკი გაქცეს მესმის ადამიანებს ძალიან აღიზიანებს ხოლმე ხშირად პოლიციის ხდება და ის თუ რატო ვიჩეს ჩვენ ასეთ სიფრთხილეს მაგრამ მე მგონია რომ ეს სწორი ტაქტიკაა და ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ტიპის შესაძლებლობა პროტესტის გამოხატვის ისე რომ ნაკლები დანაკარგები იყოს 100%-ია გარანტია ჩვენ ვერავის ვერ ვიცემთ მაგრამ ალბათ შეამჩნევთ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობ ვიყოთ ფრთხილები ზუსტად ამიტომ ამ რეჟიმმა ჯერ დაიწყო რომ ტროტუარებზე არ გვიშებდა მერე ზონახანი გაგვიხსნა გზები და მერე უკვე შეეცადა ამ პროტესტის დისკრიმინაციას ეს დისკრიმინაცია არის რომ გააჩნოს გასწავლოს რომ ეს უსაფრთხო აღარ არის ამას ემსახურებოდა ზუსტად ჩვენი მეგობრების დაკავება წინა დღეებში დღეს ნაწილი გათავისუფლდა ჯარიმები ნაწილი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ჩვენი დათო აქ არის მივესალმოთ უკაცივი რომელიც ესე პროდუქტორის მარტოდან ესე უკულტურად მოგპარეს რა თქმა უნდა მოდიოდა ადამიანის თავისი და უთე ჩატევის მანქანაში ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ამიტომ მეგობრებო ჩემი რჩევა ასევე რომ პოლიციას არ შეურაცხყოფაზე აყენებს არ შეიძლება არ არის სწორი ამ პრაგმატულად ამიტომ ჩვენი საქმეები უნდა ვთქვათ და შვიდობიანად გავაგრძელოთ ამ პროცესის გამოხატვა კიდევ ერთი ინფორმაცია ვირა შეგვაქვს დაგეგმილი აქცია პავლაბრის მეტროდან იქნება სრულობა პარლამენტის შენობამდე ხარდი გავდეთ იმედია ყველა ნახევ თუ არ გინახავს სოციალურ ქსელებში მაგრამ ის 7 საათზე პავლაბრის მეტროსთან ვიკრიბებით იქიდან იქნება სრულობა პარლამენტის შენობამდე რომლის მარშრუტებს გაცნობდეს ამიტომაზე რა თქმა უნდა ჩვენი ზუსტად საბანკო პოლიციის არის ინფორმირებული და იმედია გვექნება სიგრძნობა ჩვენი ცნობები დემოკრატია ესეც გავატაროთ კანონმდებლობის დადგენილი ეს იყო კიდევ ერთი დაგეგმილი მეგობრებო არ დაგვავიწყოთ 28 ნოემბერი 28 ნოემბრამდე გვინდა ჩვენ ამ პროცესის თუ მინიმუმ წარმარხვა რომ 28 ნოემბერს იყოს ძალიან დიდი დემონსტრაცია ესეუდა პარლამენტის შენობამდე და ეს იყოს ის ჩვენება აუცილებლად რომ საქართველოს ქართული ხალხი ევროპული გზის ერთგულია და ბრძოლას აგრძელებს. ამიტომ ამის დემონსტრირება და ჩვენებას ვცდილობთ ჩვენ. ამიტომ მეგობრებო, ბრძოლა გრძელდება. ხალხილად უფრო აქტიურად მოქმედებს მეგობრებო, ხა ხშირად მოძრაობს ხოლმე ერთმანეთს ველოდები ზოგჯერ რომ შარავნავი მოძრაობს, მაგრამ ხშირად უკარო ხდება ადამიანი ეგეთი რისკია აი მაგალითად ზუსტად დასაშემთხვევა იყო რომ ესა უკან მარკები მოიტანეს პასუხი. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რაღაცა გადავაგრძელოთ რისკები ეს პროცესად მიმოძრაოთ მაგრამ სიტუაციურად ვიღაცხოვე გადაწყვეტილებებს როგორ გამოხატოს ჩვენი პროცესი რა სამართლიანად. ამიტომ მეგობრებო ცოტა ხანში დაახლოებით ეს 20 წუთში დავიძრებით ჩვენ და პატარა სრულობა გვექნება დღეს შეიძლება ცოტა მომგალებული სრულობა მოდეს მაგრამ სრულობა გვექნება აუცილებლად ნახოთ აბა საპატრონო პოლიცია როგორ მოიქცევა გუშინელი ვიცით
ესე უკანონოდ მოდის და ზაბორად გადაარჩიეს პოლიცია და ზაბორებად ჩააკეთეს. და უხერხული არის მეგობრებო, ზაბორის მოსახლე აკაცულებილებენ, იმიტომ რომ ადამიანების ნამდვილად შესაძლებლობა გამოხატოს თავის უფლება და აბსოლუტურად კანონიერ გარკვევაში. უკანონობა და უკანონობა რა. ესეთი რაც გაუგონარია რადგან ისე გააკეთა. მაგრამ ეს კიდევ ის გამოხატულებაა რომ ამ პროცესს ზაბორის შეეშინა მეგობრებო და ამიტომ ხდარა შვიდად ეს არის ნერვების ბრძოლა, ეს არის გამძლეობის ბრძოლა. ჩვენ ვცდილობთ რომ ცოტა უფრო ადაპტაცია მოვახდინოთ ფორმების ცვალოს, მაგრამ არ გავიდეთ ამ საშუალებიდან და არ მივცეთ საშუალება პროცესს გავიყვანოთ ამ მშვიდობიანი პროცესიდან. მათი ამოცანა არის ზუსტად რომ რაღაცნაირად მოვახდინოთ პროვოცირება ძალადობას. ეს მას ძალიან არ მოაქვს დამიჯერებს მეგობრებო. რომ ერეს მთელი მედია პროპაგანდისტური რადიკალები და ეს გამზადებული ნარატივები აქვს, რომელსაც ავხსენებ. ეს დააწყობს და რადგან პასუხი არა აქვს, აი ესეთი ტიპის ფორმატზე. სადაც ჩვენი უპირატესობა ბევრად დიდია დამერწმუნებული. ამიტომაც მაქვს მე ეს ხედვა და რა მე პირადად გონია რომ სწორია და ამიტომ ვაგრძელებ ბრძოლას მეგობრებო, ცოტა ხანში მოგახსენებთ მარშრუტს. მადლობა.